მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო. იმედია ყველანი კარგად ხართ, მოვედით თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით და ჩვენი დღევანდელი გაშლის თემა იქნება მისი გრძნობები დღეს. გაშლაში გვექნება 4 ვარიანტი, შესაბამისად ირჩევთ ერთ-ერთ ვარიანტს და მოусმენთ პასუხს. შეგიძლიათ წარმოთქვათ სასურველი პიროვნების სახელი, გამოიყენოთ მისი სურათი და შესაბამისი განწყობის შექმნის შემდეგ უკვე უყუროთ ვიდეოს. მაშასეთ მოდით ვნახოთ, გვაქვს 4 ვარიანტი და როგორი არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების გრძნობები დღეს. ვნახოთ. პირველი ვარიანტი, მოდით ახლა ესე თქვენთვის რომ ადვილად აღქმადი იყოს, მეორე ერკანი ამოვიდა, იყოს, დავტოვოთ, 3 და მეოთხე. შეგიძლიათ რა თქმა უნდა აირჩიოთ მინერალითაც. მოდი ესე გავაკეთოთ, პირველი იყოს პირიტი, მეორე იყოს ფირუზი, მესამე იყოს ვარდისფერი კვარცი და მეოთხე იყოს მოდით სოდოლიტი. აგერ ბატონო, 4 ვარიანტია. აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი და ვნახოთ პასუხები. ესე იგი, ეს გადავდოთ ახლა მეოთხე. რა შეგვიშალის ხელი. და დავიწყოთ. პირველი ვარიანტი, ვინც აირჩია სოდოლიტი და ვნახოთ რა ხდება. პირდაპირ ამაგვივიდა და პირდაპირ გითხრა, რომ ეს ადამიანი ნამდვილად გრძნობებს განიცდის თქვენს მიმართ. ნამდვილად აქვს გრძნობები, ნამდვილად შეყვარებული არის თქვენზე, აქ სიყვარული პირველ ვარიანტში ნამდვილად არის. თუმცა აი ამ თავისივე გრძნობების ძალიან ეშინია. გრძნობები ვიცით ხო, რომ მხოლოდ სიყვარული არ არის, იგივენაირი გრძნობა არის შიში, იგივენაირი გრძნობა არის სიძულვილი. აი აქ სწორედ ეს მომენტი გვაქვს, სიძულვილი რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ ეს ადამიანი ახლა არის რაღაცნაირად ძალიან დადგუნული. ისეთი შეგრძნება აქვს, რომ მოქცეული არის კუთხეში, აი მეცეთ რომ მსხვერპლივით არის თითქოს მოქცეული კუთხეში, ხო? რაღაცა გალიაში ამომწყდეული და მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანს თქვენს მიმართ გრძნობები ნამდვილად აქვს, მიუხედავად ამისა ძალიან გარიყულია, ძალიან შეშინებულია. აქ შეიძლება საუბრობდეთ თქვენს მეუღლეზეც კი ეშინია რაღაცა წარსულის, ანუ რაღაცა მოხდა ისეთი გაუგებრობა, რაც საფრთხეს უქმნის თქვენ ურთიერთობას. აქ თუ დიდი ალბათობით პირველი ვარიანტი, ისეთ სტაბილურ ურთიერთობაზე წყვილზე გვაქვს საუბარი. დიდი ალბათობით აქ პრობლემა შეიქმნა ოჯახში, ხო? და აი ამის შიში აქვს, ხო? ასევე შეიძლება იყოს, რომ რაღაცის გამოვლენის ეშინია, მალავს რაღაცას ეს ადამიანი და ეშინია იმისი, რომ გაუგონ. ეშინია თავისი წარსულის რაღაცა ჩაიდინა ლაჟბატონმა და ამის გაგების ეშინია. მოდით შევეცადოთ ისევ და ისევ გრძნობები ამოდის. ახლა ნახეთ, რას გვეუბნება ეს ადამიანი. ვინაიდან ჩვენ აქ არ გამოვიკლევთ რა დააშავა, რას გიმალავთ, რა საიდუმლო აქვს თქვენთან. თავარი არის ამ ეტაპზე, რომ პასუხი იმაზე, რომ როგორი არის მისი გრძნობები თქვენს მიმართ ნამდვილად აქვს ჩაფიქრებულ პიროვნებას და ნახეთ როგორ რაღაცას გვეუბნება, რას განიცდის, რას გრძნობს ეს ადამიანი. ეს ადამიანი გეუბნებათ, რომ რასაც თქვენ ხედავთ გარეგნულად, შეიძლება ეს ადამიანი თამაშობს თქვენთან, არ გიჩვენებთ, რამდენად დასტრესილია, რამდენად განიცდის, თუნდაც თავის დანაშაულს, თუნდაც თავის შეცდომას და თქვენ იმის ნახევარსაც ვერ ხედავთ რეალურად რა ტკივილსაც განიცდის, როგორ ნერვიულობს ეს ადამიანი და რამდენად მძიმეა ის მდგომარეობა, რომ მდგომარეობაშიც ის არის. გარეგნულად ეს ადამიანი შეიძლება საერთოდ არ გაჩვენებს თავს, იმიტომ რომ პირდაპირ გვეუბნება, შენ ვერ ხედავ, შენთვის დაფარულია, დამალულია ის ტკივილი, ის ემოციები, ის გრძნობები, აი თავის შეიძლება სიყვარულშიც არ გიწყდებათ, ხო? არ გეუბნებათ და ეს შორიდან გეტრფით, შორიდან ხვდებით, ხო? ჭკვიანი ქალი ყოველთვის ხვდება მამაკაც, როგორი გრძნობა აქვს.
და ვერ გამოხატავს ამას, მაგრამ აი ეს ტკივილი, აი ძალიან ძლიერი რაღაც ემოცია არის, რომელსაც ის მალავს, რომელსაც ის თქვენ არ განახებთ, ვერ ხედავთ თქვენ და სწორედ აი ამის თქმა უნდა, რომ შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს, მე რამხელა ტკივილს განვიცდი, რამდენად ძლიერი არის ეს გრძნობა და რამდენად დამსგუნველია ჩემთვის. სწორედ ამიტომ ვარ მოქცეული აი ამ რაღაცნაირად კუთხეში, მაგრამ იცოდე, ჩემი ემოციები არის ძალიან ძლიერი, ამ ადამიანს ნამდვილად ძალიან დიდი ემოციური კავშირი აქვს თქვენთან, ძალიან ძლიერი ემოციური კავშირი აქვს. აქ პრობლემები არის, როგორც ჩანს, სერიოზული პრობლემები არის, მაგრამ ფაქტია, რომ აი შეკითხვაზე, როგორი არის მისი გრძნობები, აქ ნამდვილად ძალიან დიდი გრძნობები აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ. გადავდოთ ახლა ჩვენ ეს პირველი ვარიანტი, გადავიდეთ მეორე ვარიანტზე, ვინც აირჩია ფირუზი და მოდით ვნახოთ რა ხდება მეორე ვარიანტში. მეორე ვარიანტში რატომღაც ეს ადამიანი თქვენ შორიდან გიყურებთ, შორიდან გაკვირდებათ. ისეთი შთაბეჭდილება მჩება, აი წარმოიდგინეთ, როდესაც ადამიანი დატოვებს თავის საყვარელ ბუდეს, თავის საყვარელ ადგილს, ადამიანებს და აქვს არანორმალური მონატრება, აქვს არანორმალური სურვილი, რომ აი ესე იმ გარემოში იყოს. აი პირველი სართულის ფანჯრიდან რომ უყურებ, როდესაც ოჯახი მაგალითად ცდილობს სუფრას და ხო ესეთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ და აი ეს რაღაცა იდილია, სითბო, სიამტკბილობა რო არის, ესე შორიდან გიყურებთ თქვენ. ასევე ნახეთ თუ ეს პიროვნება თქვენთვის მესამე პირი, ანუ თქვენ თუ სასიყვარულო სამკუთხედში ხართ, მეორე ვარიანტები, ხო? ეს ადამიანი შორიდან ტკბება აი ამ თქვენი რაღაცა იდილით, ხო? გიყურებთ თქვენ, ოღონდ მარტო თქვენ არა. აი რაღაცა სცენას ხედავს ეს ადამიანი, რომელიც მისთვის ძალიან ნაცნობია, რომელიც მისთვის ძალიან ახლო იყო და თითქოს ახლა აქ მას აღარა აქვს კავშირი, აღარა აქვს მისვლის საშუალება, ხო? შეიძლება ახლა ვერ მოდის. მაგალითად, შეიძლება წასული არის ოჯახიდან, ხო? არ ხართ კარგ ურთიერთობაში, წასული არის ოჯახიდან, მაგრამ შორიდან ტკბება, შორიდან ცდილობს, რომ გაიხსენოს ის რაც იყო და აი ძალიან დიდი სინანულის გრძნობა არის თან ამავდროულად, ხო? მასაც უნდა მანდყოფნა, ხო? მასაც უნდა მანდყოფნა, ხო? აქ ნუ არ ვიცი, უმეტესწილად, ვინც დიდი ხანია მიცნობს, იცის, ხო? მე მიყვარს პროცენტებით შედარება და უმეტესი პროცენტი ეს არის წყვილი, სადაც არის სამკუთხედი, ნუ წყვილი სამკუთხედი რაღაც არ გამოვიდა, მაგრამ მიმიხვდით, ხო? სადაც მესამე პირები არიან ნამდვილად და აი ეს თქვენი პიროვნება, რომელიც ჩაფიქრებული ყავთ, როგორ შორიდან უყვებს, როგორ უნდა ემთავის ბუდეში, აი ამ კომფორტის ზონაში დაბრუნება, ხო? როგორ უნდა ისევ აი საოცარ სიმყუდროვეს გრძნობს იმ ადგილას, სადაც თქვენ ხართ. აი რას განიცდის ის. ხო? და რას გრძნობს? მოდით ახლა ჩვენ მანარათიც შევხედოთ. მანარათიც შევხედოთ, როგორ კონფლიქტურ სიტუაციაში არის საკუთარ თავთან და საკუთარ ემოციებთან. ძალიან შეშინებულია იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობაშიც არის ჩავარდნილი, თავისი რეალობით, ანუ თითქოს ეს ადამიანი იწყებს იმ რეალობის აღქმას, რომელ რეალობაშიც არის ახლა თვითონ მოქცეული და ამ რეალობის ეშინია, არ მოწონს ეს რეალობა, როგორც ჩანს, რაღაცა გამოღვიძების მომენტი აქვს თქვენს პარტნიორს, იყურება ახლა თქვენსკენ, იმ კომფორტისკენ, რომელიც მას თქვენთან ერთად ჰქონდა, უყურებს ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, სინანულით, მაგრამ ამავდროულად მაინც ჯერ კიდევ კონფლიქტურ სიტუაციაში არის საკუთარ თავთან. არ მოწონს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც არის ჩავარდნილი. და იცით როგორ აი დგას, მივიდე, არ მივიდე. ერთ ადგილას არის გაშიშებული, იყურება თქვენკენ, იყურება თქვენი ურთიერთობის მიმართულებით, მაგრამ თან ფიქრობს, აი მივიდე, არ მივიდე. რა გავაკეთო? უბრალოდ ახლა ეს ადამიანი დგას, არ მოქმედებს, მაგრამ ამაზე ფიქრი, ეს განცდები მას ნამდვილად აქვს. აი ესეთი იყო მეორე ვარიანტი, ველოდები გამოხმაურებას, მეორე ვარიანტებისგანაც რამდენად რეზონირდა თქვენთან გაშლა და მოდით გადავიდეთ ახლა ჩვენ მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტი იყო მიდე სწორედ მახსოვს, მესამე ვარიანტი იყო ვარდისფერი კვარცი, აქ ორი არკანი ამოგვიდა და რა საინტერესო. აი ამას ქვია გაურება. ერთი არის მისი გრძნობები, როგორია? მისი გრძნობები არის ძალიან ცეცხლოვანი, მისი გრძნობები არის ძალიან სავსე, ძალიან ემოციური და მეორე მხრივ ეს ადამიანი არის სადღაც განდეგილი, სადღაც გაურებული და აი ამ
ემოციებს, რომელიც მას აქვს, ხო, ზღვა ემოციების, ზღვა სითბო, ზოგადად ძალიან საინტერესო პიროვნება უნდა იყოს, იმიტომ რომ ესეთი შესამჩნევია, ხო, აი ასკაცში რომ გამოვარჩევ ისეთი პიროვნება არის, შეიძლება თავისი სამეგობრო სანათესაო სული და გულია, მაგრამ აი ეს რაღაცა შინაგან გაურებას მოქმედება უნდა ამ ადამიანს აქვს, გრძნობს რომ რაღაცნაირად არის უმოქმედებაში, ეს ადამიანი გვეუბნება რომ ვარ უმოქმედებაში, ვარ გაჭედილი, ვარ რაღაცნაირად ჩაკეტილი, მინდა რომ ვიყო აქტიური, მინდა რომ შეიძლება გამოვიდეს, აი ვისთანაც კონტაქტზე არ არის, ხო, პარტნიორი ჩაფიქრებული პიროვნება, შეიძლება გამოვიდეს კიდევაც, ხო, ამას გვეუბნება რომ არ მომწონს მე მინდა ვანათო შენთან, მინდა ვიყო მზესავით შენთან, მაგრამ აი პრობლემა რაშია, ხო, რაღაცნაირად გამოკეტილი ვარ, რაღაცნაირად ჩაკეტილი ვარ, მაგრამ მოძრაობა მინდა რომ ვიმოქმედო, მინდა რომ წამოვიდე, მაგრამ კიდევ და კიდევ ისევ და ისევ გვეუბნება, რომ რაღაცა დაბრკოლებები არის ჩემს გარშემო. მანარათით შევხედოთ ისევ, არ საუბრობ მე აქ რა დაბრკოლებები არის, ჩვენ უბრალოდ ამ კონკრეტულ მომენტში გვაინტერესებს, როდესაც თქვენ გაშლას უყურებთ. რას გრძნობს, ხო, როგორი არის მისი გრძნობები და მოდით ვნახოთ ახლა რას გვეუბნება კიდევ. მას უნდა სტაბილურობა, მას აქვს გრძნობები, რა თქმა უნდა, არ გამოხატავს თავის ემოციებს, ან თავის ძლიერ ემოციებს, რომელიც თქვენს მიმართ აქვს, უნდა რომ მთლიანად გადაეშვას ამ ურთიერთობაში, ამ გრძნობებში და უნდა რომ სტაბილურად იყოს აქ, მაგრამ აი აქაც მეორე ვარიანტში, ისევე როგორც პირველ ვარიანტში, საინტერესოა მოусმინეთ პირველ ვარიანტსაც, მეორე ვარიანტებო, აქაც აი ეს მომენტი არის, ხო? მე შენ არ გაჩვენებ იმის ნახევარსაც კი, რასაც განვიცდი. აი ამას გვეუბნება ახლა აქ, ხო? აი რა გრძნობებით მაქვს, მალა მინდა ვიმოქმედო, მაგრამ ვერ მოქმედებ. ან შენ ვერ ხედავ იმ მიზეზს, რატომაც ვერ მოქმედებ მე. აი ასე ესეთი ვარიანტი გვაქვს მესამე ვარიანტებსაც ველოდები, გამომეხმაურეთ, საინტერესო არის კომენტარებში რა როგორ რეზონირდება თქვენთან და ამასობაში ჩვენ გადავიდეთ მეოთხე ვარიანტზე, ვინც აირჩია სოდოლიტი და ვნახოთ, აქაც ორი არკანი ამოგვივიდა და მოდით ვნახოთ რა ხდება აქ. მოდით ვნახოთ რა ხდება აქ. თუ თქვენ ქორწინებაში არ ხართ, დიდი ალბათობით შეიძლება ამ ადამიანს თქვენთან თანაცხოვრება სურდეს, უნდოდეს რომ გაამყაროს თქვენთან ურთიერთობა, კონდეს სტაბილური, ასეთი სამართლიანი ურთიერთობაში შემოვიდეს თქვენთან, ხო? აი ამის სურვილი აქ ნამდვილად არის. მას სჭირდება სტაბილურობა, მას სჭირდება როგორც ემოციური, ისე მორალური, ისე ფიზიკური სტაბილურობა ურთიერთობაში. და ძალიან თავდაჯერებული არის აი ამ სურვილში ეს ადამიანი, რომ ეძებს სტაბილურობას, ცოტა მეტი კიდევ გრძნობებზე, არა სტაბილურობა უნდა აქვს, მაგრამ არის როგორი მომენტი, იცით, თითქოს ვიღაცა არა, შეიძლება ვიღაცეები იყო ადამიანების ჯგუფი, მას რაღაცა უკიჟინებს, ხო, აი რად გინდა, ნუ ახალგაზრდები თუ ხართ ჯერ, აი რად გინდა ჯერ ცროლი, ან შერიგების გზაზე თუ ხართ, აი რატო რაღაცზე ურიგდები, თქვა, უკამათოთ. იცით რა არის, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა და ეს სტაბილურობა მოდის სწორედ თქვენგან. არ აქვს მნიშვნელობა რა ურთიერთობაში ხართ თქვენ, იქ სამკუთხედია, ცოლ-ქმარი ხართ, ახალი შეუღლებული ხართ საერთოდ, თუ საერთოდ წყვილი შეყვარებულები ხართ და ეხლა დაიწყეთ ურთიერთობა. არ აქვს. ეს ადამიანი ხედავს თქვენთან სტაბილურობას და მას უნდა თქვენთან სტაბილური ურთიერთობა, მაგრამ აქ უკვე ამოგვდის გარემოცვა, რომელიც მას აკავებს, რომელიც მას არ უშვებს, რომელიც არ აძლევს მას საშუალებას, აი ეს რაღაცა ჩანაფიქრი განახორციელოს. თუმცა თავში მას ძალიან კარგად აქვს გამჯდარი ეს მომენტი, რომ ესე მყარად დგას რა თავის პოზიციაზე, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მყარად დგას თავის პოზიციაზე, რომ მას სტაბილური ურთიერთობა სურს. რა თქმა უნდა, მისთვის საინტერესო არის, ძალიან აინტერესებთ თქვენ მას, ძალიან მოხიბლული არის თქვენთვის, ძალიან იზიდავთ თქვენ, ძალიან ძლიერად იზიდავთ, ფაქტიურად შეპყრობილი არის ეს ადამიანი თქვენით და ისეც იცოდეთ, თუ ახლა თქვენ კონტაქტი არ გაქვთ, ან რაღაცნაირად ვერ ხართ ახლო ურთიერთობაში, სხვადასხვა მიზეზების გამო, იცოდეთ, რომ ეს ადამიანი გითვალთვალებთ, იცოდეთ, რომ აი აინტერესებს ყველაფერი თქვენზე და პლუს ამას კიდე რას გვეუბნება. ეს ადამიანი გვეუბნება, რომ ცოტა სხვა სამყაროში ვარ მოქცეული. ეს ასევე შეიძლება იყოს საჯარო გაშლაა, ხო, ეს რა თქმა უნდა და
ყველასთან შეიძლება განსხვავებული მომენტი იყოს, ხო? განსხვავებულად შეიძლება წავიკითხოთ, ეს არ არის პირადი კონსულტაცია. მრავალი ვარიანტი შეიძლება ჩაიშალოს აქ, ამას ყოველთვის ხას უსმევ, როდესაც საჯარო გაშლას ვაკეთებ. უბრალოდ იცით რა არის? აქ კიდე ერთი ვარიანტი ძალიან ძლიერად იკითხება ის, რომ ასევე გვევნება რას გრძნობს, სხვა სოციუმში ვარ მოქცეული, რაღაცა სხვა გარემოში ვარ მოქცეული, სადაც აი ეს ჩემი მყარი განზრახვა, ხო, სტაბილური ურთიერთობის არ გამოდის. ანუ ის რეალობა, რომელ რეალობაშიც ვარმე, შეიძლება ჩაკეტილია, შეიძლება თუნდაც ახლა მაგალითად არის ციხეში, ხო? ან არის სადღაც შორს თქვენგან ძალიან საერთოდ სხვა კონტინენტზე არო, ხო? და აი არ გამომდის ეს მყარი ურთიერთობა შენთან, მყარი სტაბილური ურთიერთობა შენთან, ხო? და ასევე მეორე რომ აი რაღაცისგან გამოკეტილი ვარ, ხო? რაღაცის გამო ვარ ჩაკეტილი, რაღაცა სოციუმი არის ჩემ გარშემო ადამიანები, რომლებიც ჩემი განზრახვის რეალიზებას რეალიზების საშუალებას არ მაძლევენ. აი ესეთი გამოგვივიდა. მეოთხე ვარიანტი, რა თქმა უნდა, თქვენს გამოხმაურებასაც ველოდები კომენტარებში, საინტერესო არის, როგორ რეზონირდა ეს გაშლა თქვენთან და გამიხარდება თუ დამიწერთ, რა თქმა უნდა. ყველას დიდი მადლობა, რომ უყურებთ ჩემს ვიდეოებს. ყველა გამომწერს თითოეულ თქვენთაგანს, ვისაც გამოწერილი აქვს, მოწონებული აქვს ჩემი გვერდი, ვისაც არ გაქვთ მოწონებული და გამოწერილი, ძალიან გამიხარდება თუ დაემატებიან გამომწერები და უფრო მეტი აქტიურობა თუ იქნება ჩვენს გვერდზე, ხო? ყველას ძალიან დიდი მადლობა. მათ შორის მაც, ვინც შემოისერნებს ხოლმე უბრალოდ და იქნება არ უნდა რომ გამოიწეროს და უბრალოდ ვიდეოს უყუროს. თქვენც დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენთვის საინტერესო არის ჩემი გაშლები. მეულევ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებ.